დილამშვიდობისა სტუდიაში დავბრუნდით სტუმრებთან ერთად, როგორც ნელიკომ გითხრათ, არასამთავრობო ორგანიზაცია პოზიტივი დღეიდან მსჯავრდებულებისთვის ლიტერატურულ კონკურსს იწყებს კალამი, ასე ქვია ამ კონკურსს. პროექტის ორგანიზატორები სასჯელ ასულების დეპარტამენტი და ეროვნული ბიბლიოთეკა არიან. კონკურსის დეტალებს სტუმრებთან ერთად გავარკვევთ ორგანიზაცია პოზიტივის დამფუძნებელი ელენე რობიტაშვილი და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე. გახლავთ ჩვენი სტუმრები. მოგესალმებით, დილამშვიდობისა, მადლობა რომ მოგწონთ. მოგესალმებით. ესე იგი, გვყავს ერთი თანაორგანიზატორი, გვყავს ორგანიზატორი და მოდით, ესე იგი, რადგან ორგანიზატორი პოზიტივია, როგორც ჩანს, იდეა თქვენია, ხო? იდეა. აი, რატომ გადაწყვიტეთ ამ კონკურსის გამართვა, ამ პროექტის განხორციელება? პირველ რიგში მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის სტუდიაში. ჩვენი მიზანი არის ზოგადად მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია და მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში. ანუ რა ვიცი, ვცდილობთ მაქსიმალურად, რომ ყველაფერი იყოს პოზიტიურად და შეძლონ მათი თავი წარმოიჩინონ, ასე ვთქვათ, ამ სფეროში. და უკვე გქონდათ შეხება მსჯავრდებულებთან, დაინტერესება არის ამ პროექტის მიმართ? კი, ჩვენ როგორც ვიცით, უკვე დიდი მზაობა არის ამის შესახებ. და გქონდათ ინფორმაცია, რომ ისინი წერენ, რომ ამის მოთხოვნა არსებობს. ეს ინფორმაცია, დიახ, სასჯელ ასრულების დეპარტამენტმა მოგვეწოდა ეს ინფორმაცია, რომ არის მზაობა და წერენ და ძალიან დიდ გამოხმარებას ველოდებით. ვინ შეიძლება რომ მიიღოს მონაწილეობა და სად რომელ დაწესებულებებში? ზოგადად ამ პროექტში ეს არის ძალიან მასშტაბური პროექტი, პირველად ესეთი უპრეცედენტო, რომელშიც ქვეყნის მასშტაბით 16-ვე სასჯელ ასრულების დაწესებულება მიიღებს მონაწილეობას. ანუ აქ არც ასაკობრივი შეზღუდვა არ იქნება, შეუდათ ყოველს მიიღოს მონაწილეობა, ასევე არც თემატურად არ იქნება არანაირი შეზღუდვა და მოცულობით სამ თაბახის ფურცელს არ უნდა აღემატებოდეს. აქ ჩვენ გვაქვს, ესე იგი, 6 გამარჯვებული გამოვლინდება ზოგადად, 3 პროზაული და 3 ლირიკული. და დაიბეჭდება ალბათ მეტია რა? დაიბეჭდება დიახ მეტია. ანუ აქედან 50 საუკეთესო ნაწარმოები შევა წინგში. დამთავრების შემდგომ, კონკურსის დამთავრების შემდეგ გაიმართება დაიბეჭდება წიგნად გამოიცემა. შევა 50 საუკეთესო ნაწარმოები. ბიბლიოთეკა როგორ ბუდში. მე თავის დროზე როგორც ჟიურის წევრს მქონია სხვა მსგავს ტიპის კონკურსებში მონაწილეობის გამოცდილება, რომელიც აი ამ ტიპის, რომელიც სტარდებოდა სასჯელ ასრულებით დაწესებულებებში, უნდა არა ამ მასშტაბის ცხადია, ეს სხვადასხვა დაწესებულებაში სტარდებოდა სხვადასხვა. აი სპეციფიკა რა არის? რითი განსხვავდება ჩვეულებრივი კონკურსებისგან, გამოცდილებიდან გამომდინარე? ამ თვალსაზრისით იქნება ეს ყოველწლიური, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. მაინტერესებს აი თვითონ კონკურსანტების დამოკიდებულებით, თემატიკით ასე შემდეგ. ეს რთული ამბავია ზოგადად, იმიტომ რომ ციხე სხვა მოცემულობაა და თავისუფალი სივრცე სხვა მეტნაკლებად. თუმცა ბროდსკი ამბობდა ერთ ძალიან საინტერესო სიტყვებს, რომ ციხე არსებითად არის დროის სივრცის სიმცირე და დროის სიჭარბე და გარეთ პირიქით, ხო, დროის სიმცირე და სივრცის სიჭარბე, ასე რომ ვთქვათ, ეს პლუსები და მინუსები ჩვენ გვაქვს ადამიანებს, რომლებიც ვთქვათ, აქეთან იქით ვიღებთ ციხის. შესაბამისად, ვთქვათ, მათ აქვთ საკუთარი იდეები, საკუთარი მოსაზრებები, ისეთები, როგორც ჩვენ გვაქვს, ან ცოტა განსხვავებულები გასაგები სპეციფიკის გამო. ასე რომ ვთქვათ, მე არ მგონია, რომ ვთქვათ, ის თემები, რომელსაც ისინი ეხებიან ამ ნაწერებში, თვისობრივად განსხვავდებოდეს, ვთქვათ, იმ ნაწერებისგან, რომელსაც ვთქვათ, გარეთ წერენ. სხვა საკითხია ბუნებრივია ის, რომ იქ უფრო მეც უჩნდება სხვა შორის წერის სურვილი და ასევე სხვა საკითხია ის, რომ ბევრი ამას ვერ გამოხატავს ხიად. სხვა გასაგები მიზეზის გამო. თუმცა, როდესაც მე მიმიღია თქვა მსგავს ტიპის კონკურსების ჟიურიში მონაწილეობა, ხედავდი რომ ძალიან ბევრმა მაშინვე სპონტანურად გასაუბრებების შემდეგ გამოთქვა სურვილი რომ ჯანდაბას დავწერო, თქვა, მაგრამ ეს ჯანდაბას დავწერ გულისხმობდა იმას, რომ თქვა ის აქამდეც ფიქრობდა ამ ყველაფერზე, უბრალოდ ხმამაღლა ვერ გამოხატავდა. ასე რომ სპეციფიკას რაც შეეხება დიდად განსხვავებული არ არის და მე ზოგადადაც მომხრე ვარ იმის, რომ რადიკალურად განსხვავებული თემები არ შევიტანოთ, მაინდა-მაინც ესეთი შაბლონური როგორც არის, როგორ ხედავთ სამყაროს გისოსების შიგნიდან და ასე
შემდეგ ეს არ არის მთავარი არის ის რომ მათ იგრძნούν თავი ისეთივე მოქალაქეებად როგორი მოქალაქეებიც ვთქვათ ვართ ჩვენ უნებრივია მეტად ჩართული ხო ცხადია ამ კონკურსის მიზანიც ეს არის ერთი მხრივ ძირითადი მიზანი და მეორე მიზანი უნებრივია არის ის რომ შეიძლება ჩვენ აღმოვაჩინოთ მართლაც საინტერესო ავტორები იმიტომ რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მწერალი ყოფილა ციხეში ან ციხეში დაუწყეს სულად წერა მაგალითად ოჰენრის ხო ან იგივე ვთქვათ ეს კარგი მაგალითი არ არის მორალის თვალსაზრისით მაგრამ ვთქვათ მარკისტესაც და შემდეგ ასე რომ ამ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი გამოცდილება გველოდება წინ ჩვენ ჟიურის წევრებს და იმ ადამიანებს ვინც ანუ აი მათ კანდიდატში შედიხართ ანუ აქ მაყურებელსაც უთხრათ რომ არის 10 კანდიდატი რომელიც შესაძლოა ჟიურის წევრი გახდეს აი საინტერესოა და ძალიან აღსანიშნავია ესე იგი მათ ექნებათ მიეცემათ საშუალება იმ ადამიანებს მიეცემათ საშუალება დაასახელონ ის ადამიანები ვინც ანუ ყველაზე მეტი ხმას მოიპოვებს შესაბამისად ისინი გახდებიან ჟიურის წევრები 3 დარჩება 10-დან ხოლმე მე როგორც ორგანიზატორი მაინც დარჩენილი ვარ რაღაც ფორმით ასე რომ ამიტომ ლაპარაკობს თან ეს როგორ დადგინდება როგორ ჩატარდება ეს გამოკითხვა ის 3 ადამიანი როგორ უნდა ანუ გადასცემეს საერთო დასრულების დეპარტამენტი რომელიც სოციალური მუშაკები რომელიც არიან ჩართული ამ პროექტში ისინი მოახდენენ მათ ინფორმირებას გადასცემენ ამ კითხვარებს საიდანაც ისინი უშუალოდ ანუ იმ 3 ადამიანს რომელსაც ექნება ყველაზე მაღალი ხმა რომელიც მოიპოვს ყველაზე მაღალ ხმას ანუ რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს კონკურსანტების თუ დასრულდა კიდევაც არა დღეიდან იწყება თვითონ ეს პროექტი და დღეიდან რამდენი ხნის განმავლობაში ექნებათ რეგისტრაციის საშუალება? ეს კი 1 სექტემბერს უნდა წარადგინონ, 1 ოქტომბერს უკვე გაიმართება თვითონ პრეზენტაცია და გამოვლინდება გამარჯვებული. მაგრამ ანუ ჯერ ხო რეგისტრაცია უნდა მოხდეს იმისთვის რომ ხმა მისცეს შემდეგ ჟიურის წევრებს. 1 სექტემბრამდე იქნება ასე და უკვე 1 ოქტომბერს გაიმართება ეს კონკურსი. თვითონ დაჯილდოების ცერემონიალი შედგება საჯილდოების რომელიმე დაწესებულებაში ერთ-ერთში და შემდგომ უკვე ერთი თვის თავზე 15 ნოემბერს უკვე გაიმართება ეროვნულ ბიბლიოთეკაში და იქვე შეუძლიათ გაესაუბრონ მათ რჩეულ მწერლებს. ეს იდეა კიდე ხა უცებ მომივიდა ესა ძმები ტავიანების ფილმი ნახე ბოლოს კეისარი უნდა მოკვდეს და ესეთი თეატრალური პროექტიც რო განხორციელდეს, კაი იქნებოდა იქ ნამდვილი პატიმრები თამაშობენ სხვათა შორის რამდენი. ჩვენ გეგმავთ მუშაობთ მაგ საკითხზე. სპექტაკლში თამაშობენ ნამდვილად. კარგი ფილმია სხვათა შორის. და იგი კარგი იდეაა, რომ კი, ჩვენ ედიტის დონეზე გვაქვს უკვე განხორციელებთ ახლა რაღაც მოლაპარაკებებს, ძალიან გვინდა რომ შედგეს, ასე რომ იქონდეს გაგრძელება მხოლოდ ამ 4 ეს ახლა არის 4 თვიანი პროექტი. რამდენიმე ეტაპად დაყოფილი და თუნდაც ეს ამ ფილმის ჩვენება რომ მოეწყოს ძალიან საინტერესო იქნება. თან ის არის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის. ხო, ის იქ არიან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ზოგი უადო პატიმრობით იყო იქ. მაგრამ სხვათა შორის უცებ ვიტყვი ერთ-ერთი პატიმარი რომელიც მე გათავისუფლდა ეხლაც თეატრში არის თურმე, აი ის იმას ვინც ბრუტოს ვინც თამაშობს. ეხლაც არის თეატრში და ეხლაც თურმე იღებს მონაწილეობას. ზუსტად ეს არის ჩვენი მიზანი. იმდენად შევიდა ამ სფეროში და ამ ანუ სანამ მიზნებზე გადავიდოდეთ, დაჯილდოება მოხდება ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ანუ მსჯავრდებულებს ექნებათ საშუალება რომ გამოვიდნენ. გამოვიდნენ გაესაუბრონ, გადაცემათ, ანუ ჩვენ გვაქვს 6 პრიზი, ასე ვთქვათ, ჯერ არ არის ძალიან დიდი ესეთი საპრიზო ფონდი არ არის დიდი, მაგრამ პირველ გამარჯვებულს გადაცემა 500 ლარი, მეორეს 400, მესამეს 300, მაგრამ ეს ჩვენ გვექნება ანუ პროზაული და ლირიკული. შეუძლიათ ორივე წარმოადგინონ ამ შემთხვევაში, მაგრამ 6 მთლიანობაში 6-ში გამარჯვებული იქნება, გადაეცემათ ციგნებით. დიახ, შერეული. არის ხოლმე რომ თქვათ მოთხრობას ლექსურებენ, ან დაწერილი აქვთ უკვე და უნდათ რომ თქვათ რაღაცნაირად ამ ფორმით მოგვაწოდონ და ჩაწერენ. ვინ იქნება კანდიდატებს შორის კიდევ, ან 10 კანდიდატს შორის, ვინც ჟიურიში შეიძლება მოხდეს? დათო ტურაშვილი, ყველა არის თითქმის ვინც კი გაგიგიათ თანამედროვე. ნუ 10-ია, მოდი ჩავთვალოთ მაინც რა. არის ყველა აი მაგალითად ალჩხეიძე ლიტერატურული პალატის აკამორჩილაძე არის ამ ფილმში აკამორჩილაძე ვერ იქნება იმიტომ რომ საქართველოში ვერ არის სტაბილურად ხანიქ არის საინტერესო იქნება. რომ ყველა თითქმის ჩამოთვლით უნდა დავიწყოთ მაშინ რაღაც ამ ბანის მიხედვით ამაზე ვარს არავინ არ ამბობს სასიამოვნო ამბავია ცხადია იმიტომ რომ ეს არის კლასიკური ჟიურის წევრობა სხვათა შორის და ეს არც ქველმოქმედება არ არის მე ვფიქრობ რომ ეს თვითონ იმ ჟიურის წევრებისთვის არის პატივი ერთი მხრივ და მეორე მხრივ დამატებითი გამოცდილება იმიტომ რომ
მწერლებისთვის თქვა ამ სახის თქვა გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. და შეგიძლიათ თქვა გიორგი რა კრიტერიუმით შეაფასებთ ამ ნაწარმოებებს, რადგან ასევე ერთ-ერთი კრიტერიუმი ცხადია, ჩვენ ვერ ვიქნებით ამ შემთხვევაში იმაზე დამოკიდებული თუ ვის რამდენი წელი აქვს მისჯილი და უფრო თქვათ ბუნებრივი მდგომარეობაშია. ცხადია ეს არის გასათვალისწინებელი ფაქტორი, მაგრამ არა ამ ველზე ეს არის ლიტერატურული კონკურსი და აქ ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ობიექტურები. კიდევ ერთხელ ეს არ არის საქველმოქმედო ტიპის მონაწილეობა ამ ამბავში. პირიქით ჩვენ უნდა ვაგრძნობინოთ თავი იმ ადამიანებს ჩვეულებრივ მოქალაქეებად, ჩვეულებრივი კონკურსის მონაწილეებად, ადამიანებად, რომელთაც არ აქვთ ამ თვალსაზრისით ამ თვალსაზრისით შესაძლებლად საქმე. იქნებ რადგან გვინდა რომ ასე იყოს, სტუდიაშიც მოგვიყვანო გამარჯვებული. ეს უკვე საჯელასოები. ეხლა ამაზე ვერ გავაკეთებთ კომენტარს. არა, გამორიცხული არ არის შეუძლებელი რატოა. ძალიან კარგი იქნება და მოსაწყობი ჩვენგან შეფასება ვლაპთ. მე მგონი ეს პრეცედენტები არსებობს საერთოდ, რომ თქვა ერთი დღით ტელევიზიაში მიყავთ. ეს თემა ჯერ არ გავხილავს, მაგრამ ალბათ შევეცდებით რომ ვიფიქროთ ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ იქ იქნებიან და ეკნებათ საშუალება. თქვენ შეგიძლიათ მსგავსი კონკურსი მოვაწყოთ პატარა ტელე, ვისაც აქვს გავსი უნარები, იქვე ტელეხიდები აწარმოებინათ პატარ-პატარა, შეიძლება რაღაც სიუჟეტები გააკეთოს შიგნით. მე არ ვიცი რამდენად ნებადართულია ვიდეო კამერით მოძრაობა, მაგრამ ერთ დღეს შეიძლება რაღაც კონკურსის სახით გააკეთდეს, იმიტომ რომ ბევრი სხვადასხვა უნარის ადამიანი, განსაკუთრებით გამოირჩევიან ის ადამიანები, რომლებიც ხატავენ, მოგეხსენებათ ეს რაღაც ესეთი ტრადიცია ციხეში, რომ თქვა ხატავენ, ან თქვა ტატუირება ხეზე, არა, მაგრამ ტატუირება, ხატწერით არის, ხატწერით მათ შორის და გამოკანდაკებებით და თქვა გამოკანდაკებით ხეზე მუშაობენ, ხეზე მუშაობენ. ესე იგი, ვიცით რომ ეს პროექტი დავამატო უკაცრავად დიდი ბოჭის მოვხდი, ანუ კონკურსში მონაწილე შავდებული დაწყების, ანუ პროექტის დაწყებიდან როცა მიიღებს მონაწილეობას და თუ სიტყვაზე დამთავრებამდე განთავისუფლეს, მას ურჩება იგივე შანსი, რომ მიიღოს მონაწილეობა და არ იქნება დისკვალიფიცირებული, ესეც მინდოდა გამესვა. ანუ ყველას აქვს მონაწილეობას, ვინც სასტარტო მდგომარეობით ამ თავს არის ციხეში. მე ვფიქრობ, ეს პროექტი ასევე გამოიწვევს წიგნებით დაინტერესების ზრდასაც და ბიბლიოთეკა როგორ არის ამ მხრივ ჩართული საჯელახსოვრლების დაწესებულების ცხოვრებაში. დაწესებულებაში ბიბლიოთეკის რა მდგომარეობაა? ბიბლიოთეკები არის დაწესებულების სხვადასხვანაირი მდგომარეობა, ჩვენ ამ თვალსაზრისით გვაქვს გარკვეული მონიტორინგი და ეხლა გვინდა უფრო აქტიურად ჩავერთოთ და რაღაც პროექტებს გვეგმავთ. ერთი-ორ დაწესებულებაში არის დიგიტალური ბიბლიოთეკაც, ანუ ციფრული ბიბლიოთეკაც, მათ შორის ქალთა დაწესებულებაში ამაც ვიცი. ერთ-ერთში შესაბამისად თქვა ამ თვალსაზრისით ჩვენ ხშირად ვამარაგებთ ხოლმე წიგნებით. მოთხოვნა არის ვაპირებ ბუნებრივია, იმიტომ რომ მე არ ვამბობ რომ ყველა წიგნს კითხულობს ციხეში, მაგრამ გარკვეული კატეგორია, რომელსაც აქვს ამ თვალსაზრისით ინტერესი, ცხადია, მაქსიმალურად ხშირად ცდილობს რომ გაეცნოს ლიტერატურას, მათ შორის თანამედროვე ლიტერატურასაც, ასე რომ ჩვენ ვცდილობთ რომ თქვა რაც შეიძლება ესეთი აქტიურ რეჟიმში ვითანამშრომლოთ ადმინისტრაციებთან და მოვამარაგოთ ეს დაწესებულება. ეგ მომავალი წლის კონკურსისთვის სამზადისი შესაძლებელია აქედან დაიწყოს. იმით რომ მრავალფეროვან ბიბლიოთეკას გავეცნოთ ყველას, ვისაც ექნება სურვილი საჯელახსოვრლების დაწესებულებაში ყოფნის დროს გაიმრავალფეროვნოს საკუთარი ცხოვრება. წიგნები გადაეცემათ თვითონ ბიბლიოთეკებსაც საჯელახსოვრლების დაწესებულებებში, ასევე საჯარო ბიბლიოთეკაში და საჩუქრათაც გადაეცემათ მათ ოჯახის წევრებს, ასევე მინდა აღვნიშნო რომ შეუძლიათ ოჯახის წევრებიც დაესწრონ პრეზენტაციებს. გაყიდვა მოხდება ამ წიგნების? ალბათ მომავალში კი. იმიტომ რომ ძალიან კარგი იქნება თუ დიახ და ჩვენ გვინდა და აი მუშაობთ მაგაზე. დიახ, ამ შემოსავალს, ეს შემოსავალი გვინდა რომ დაურიცხოთ ისევ ბარათზე მჟავდებული და მაგაზე მუშაობთ. მის ან მას ან მის ოჯახს სიტყვას. დიახ. კარგით, დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ. ელენე რობიტაშვილი და გიორგი კეკელიძე იყვნენ ჩვენთან სტუმრად. დიდი მადლობა საინტერესო პროექტია, წარმატებებს გისურვებთ.